მივდივართ ვარკის ცენტრში, საიდანაც კომაგის მორიგი ეპიზოდს შემოგთავაზებთ, სადაც დავესწრებით ქალთა ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის თამაშს ნიუ-იორკ ლიბერთის და კონექტიკუტ სანს შორის. სანამ თქვენ გზის ხედებით დატყვევით, არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერა და კომენტარის დაწერა, ასევე ვიდეოს დალაიქება. აბა წავედით ვარკის ცენტრში. ოსივლის გამართება ქალთა ყველა ვარსკვლავის მატჩი და შემდეგ ექნებათ სამგურიანი შესვენება ოლიმპიადისთვის. ოლიმპიადაზე კი ისინი სადამჟელო რაზმს აგზავნიან, ისევე როგორც მამაკაცთა საკალათბურთო ნაკრები. 2022 წელს ქალთა საკალათბურთო ასოციაციამ გამოაქვეყნა საკუთარი 25 წლის იუბილეის აღსანიშნავად ყველაზე გავლენიანი და ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურა ქალთა საკალათბურთო ასოციაციაში 25 წლის განმავლობაში ვინ იყო ეს 25 ქალი კალათბურთელი. სხვადასხვა ამ გამოკითხვის დროს ხმის მიცემა შეეძლოთ ყველა დროის საუკეთესო მოთამაშეზე გულშემატკივრებს და დასახელდა დაიანა ტაურასი, რომელიც ითვლება სიუ ბერდთან ერთად ერთ-ერთ ყველა დროის საუკეთესო კალათბურთელად, თუ ყველა დროის საუკეთესო კალათბურთელად არა ქალთა საკალათბურთო ასოციაციისთვის. ამერიკის ქალთა საკალათბურთო ნაკრები 1980 წლიდან იღებს ოლიმპიადებზე მონაწილეობას და მხოლოდ ერთხელ ვერ მოახერხეს გამარჯვება. ეს მოხდა 1992 წელს, როცა ევროკავშირმა გაერთიანებული გუნდი წარმოადგინა, მხოლოდ მაგ წელს ვერ მოახერხეს გამარჯვება ამერიკელებმა. 1992 წლის შემდეგ ზედიზედ 7 ოლიმპიადაზე მოახერხეს ქალებმა გამარჯვება და წელს ზედიზედ მერვე ეცდებიან ამის გაკეთებას. ქალთა ნაციონალური საკალათბურთო ასოციაცია 22 სეზონს ატარებს წელს და მნიშვნელოვანი სხვაობა აქვს მამაკაცთა ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციისგან და პირველ რიგში ეს უდიდესი სხვაობა არის ხელფასები, რაც აიხსნება იმით, რომ ქალთა ნაციონალური საკალათბურთო ასოციაცია სატელევიზიო კონტრაქტები გარანტირებული აქვს 65 მილიონის. რაც შეეხება კაცებს, წლევანდელი კონტრაქტით მათ 2.8 მილიარდი აქვს გარანტირებული და ეხლა ხანს გააფორმეს ახალი კონტრაქტი, რომლის მიხედვითაც მომდევნო 11 წლის განმავლობაში 76 მილიარდს გამოიმუშავებენ. ეს ერთ-ერთი მთავარი მიზეზია, რატომაც კაცთა საკალათბურთო ასოციაციაში უფრო მაღალი ხელფასებია ვიდრე WNBA-ში. 2024 წლის დრაფტზე ინდიანა ფიბერმა პირველ პიკად აირჩია კეიტლინ კლარკი, რომელიც ფენომენალური მოვლენაა ქალთა საკალათბურთო ასოციაციისთვის. მან უკვე მოხსნა გაყიდვების რეკორდები, როგორც დასწრების, ასევე მაისურების გაყიდვის მასშტაბით და ყველაზე კარგი დროა რეალურად ქალთა საკალათბურთო ასოციაციისთვის. ყველაფერი წინ არის, ისინი აპირებენ, რომ ძალიან მაღალ მასშტაბებზე გავიდნენ და გაცილებით მეტი თანხა გამოიმუშაონ, ვიდრე წინა წლებში ახერხებდნენ. და რადგან ხელფასები ასეთი დაბალია ქალთა საკალათბურთო ასოციაციაში და სეზონიც ისე არის მორგებული, რომ ზაფხულობით ტარდება. შესაბამისად, შემოდგომაზე ზამთარში მათ შეუძლიათ მოთამაშეებს, რომ წავიდნენ და ევროპულ და აზიის სხვადასხვა გუნდებში ითამაშონ, რათა ხელფასის კომპენსირებას მოახდინონ და ამავდროულად სათამაშო პრაქტიკაც არ გაუწდეთ. ზუსტად ამ მიზეზის გამო ძალიან საინტერესო ისტორია აქვს ბრიტნი გრაინერს, რომელიც რუსეთის ერთ-ერთ გუნდში თამაშობდა და 2022 წელს საზღვრის კვეთისას მას აღმოაჩნდა არალეგალური სუბსტანცია, რის გამოც 10 თვე პატიმრობა მოუწია. 10 თვის თავზე კი ამერიკის სახელმწიფომ გაცვალა ვიქტორ ბაუტში, რომელიც ერთ-ერთი ცნობილი ტერორისტია და არალეგალურად იარაღებით მოვაჭრე და რუსეთმა მოახერხა, რომ კალათბურთელი ქალი გაცვალა მისთვის ერთ-ერთ მთავარ კრიმინალთან. პატიმრების აღნიშვნა გათვამ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია, რადგან რეალურად ერთ მხარეს იყო ადამიანი, რომელიც კალათში ბურთს აგდებს სხვებზე უკეთესად და მეორე მხარეს იყო ადამიანი, რომელიც ბოროტებას თესავს და ადამიანების სიცოცხლეებით ვაჭრობს ფაქტობრივად. მიუხედავად ამისა, გაცილებით უფრო მორალური და სწორი პოზიცია ჰქონდა რუსეთის სახელმწიფოს, რომელმაც კანონის უზენაესობა გაითვალისწინა და კანონის უზენაესობაზე გაამახვილა ყურადღება. ეს ვიღაცისთვის შეიძლება სასაცილო იყოს, მაგრამ ფართო მასშტაბით თუ შევხედავთ, რუსეთი სწორად მოიქცა. ამერიკამ კი რეალურად რომ ვთქვათ, თითქოს ერთი ადამიანის სიცოცხლე და ღირებულება უფრო მაღლა დააყენა, თუმცა არაპროპორციული გაცვლა მოახდინა. ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც მინდოდა, რომ ქალთა საკალათბურთო ასოციაციის თამაშს დავსწრებოდი, არის ის, რომ ზუსტად ვიცი, რომ საქართველოში არიან ახალგაზრდა გოგონები, რომლებიც შეპყრობილი არიან კალათბურთით და ძალიან უყვართ და ოცნებობენ კიდეც შესაძლოა ამ ლიგაში მოხვედრაზე ან ზოგადად კალათბურთის პროფესიონალურ დონეზე თამაშზე. ისტორიულად ქართველ კალათბურთელებზე ბევრი რამე არ მოიძებნება ინტერნეტში, მაგრამ ჩემი მწირე ცოდნიდან გამომდინარე, რაც მე გამაჩნია, ზუსტად ვიცი, რომ საბჭოთა კავშირის ნაკრებში არაერთი ქართველი ქალი თამაშობდა
მათ შორის ყველაზე ცნობილი მე ვინც გამიგი არის მედია მხეიძე, რომელიც ახალგაზრდული ევროპის და მსოფლიო ჩემპიონია 1998 და 99 წლებში. ასევე ჩემი მწვრთნელები ქუთაისში, როდესაც კალათბურთს თამაშობდი ბავშვობაში, იყვნენ ირინა მელქაძე და იაგო გლიჩიძე. ასევე მათი უახლოესი მეგობარი და სოხუმის გუნდის განუყოფელი ნაწილი ჩემთვის ლიკა ქაჯაია. ამ ადამიანებმა წლების განმავლობაში სხვადასხვა საკობრივ ჩემპიონატებში საკმაოდ ძლიერი გუნდები გაზარდეს. მათი მწვრთნელი იყვნენ და ჩემპიონებიც გახადეს. ასევე მათი აღსარძდელები დღემდე თამაშობენ ევროპის თუ ამერიკული კოლეჯების სხვადასხვა გუნდებში. შესაბამისად ისინი დარჩნენ ქართულ კალათბურთში და დიდი ამაგი გაუწიეს მას. ასეთ ისტორია დარწმუნებული ვარ კიდევ უფრო მეტია, უბრალოდ მე არ გამაჩნია ინფორმაცია და სამწუხაროდ ინტერნეტშიც ვერ მოვახერხე მოძიება. თუ თქვენ რაიმე ინფორმაცია გაგაჩნიათ, თქო გაგვიზიარეთ კომენტარებში, რადგან ჩემი აზრით ეს ადამიანები იმსახურებენ იმას, რომ მათზე მეტი ვიცოდეთ, მეტ ვსაუბრობდეთ და მეტ აზრს და რჩევას ვეკითხებოდეთ. ყველაზე ახალი ინფორმაცია, რომლის მოძიებაც მე შევძელი, ქართველ გოგონაზე, რომელიც კალათბურთს თამაშობს, არის ნატალია ოთხმეზურზე, რომელზეც ინფორმაცია გაავრცელა ზაზაფაჩულიას აკადემიამ 2021 წლის 22 აპრილს, რომ ის სამხრეთ იუტას გუნდში ითამაშებდა ნაციონალურ კოლეჯების ასოციაციის ლიგაში. 27 წლის შემდეგ პირველად საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები ჩამოყალიბდა ნუგზარ ჭეიშვილის ხელმძღვანელობით და ასევე ფედერაციაში ამ დეპარტამენტის ხელმძღვანელია კახა შენგელია, ჩვენი საქართველოს ნაკრების კაპიტნის თორნიკე შენგელიას მამა. და ისინი ცდილობენ, რომ ქალთა ნაკრები რაც შეიძლება გაძლიერდეს და კიდევ უფრო უკეთესი გახდეს, ვიდრე დღეს არის. ბოლო ინფორმაციით, ნაკრებმა ევროპის ყველაზე დაბალი რანგის ჩემპიონატში 3 გუნდს ეთამაშა. ესენი იყვნენ კვიპროსი, მალტა და კოსოვო და სამივესთან დამარცხდნენ. თუმცა ეს არ გვაძლევს ყურების ჩამოყრის უფლებას, რადგან ძალიან ახალი ნაკრები ვართ, უმეტესობა მოთამაშეები ძალიან ახალგაზრდები არიან და საღაციდან უნდა დავიწყოთ. ზუსტად ეს ვიდეო მინდა იყოს იმის დასტური, რომ 28 წლის წინ ქალთა ამერიკული საკალათბურთო ასოციაციამაც დაიწყო ესე რაღაცის მშენებლობა და მიუხედავად ბევრი უთანასწორობისა მამაკაცთა სპორტთან, დღემდე მოიტანეს ეს ლიგა და კიდევ უფრო მეტი პერსპექტივა აქვს მომავალში. ზუსტად ასეა, სადღაც უნდა ჩაყაროს საძირკველი, სადღაც უნდა დაათესო ნერგი და წლების შემდეგ მოვიმკა ნაყოფი. 2022 წელს ნიუ-იორკ ლიბერთიმ თავის რიგებში დაიმატა ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე ბრეიანა სტიუარტი, რომელიც ლიგის ორგზის MVP-ა და ორგზის ფინალების გამარჯვებული. დღეს ვნახოთ რა სიზამს ბრეიანა სტიუარტი კონექტიკუტ სანის წინააღმდეგ, ის ერთ-ერთი ცენტრალური ფიგურაა თავისი გუნდის, საბრინა იუნესკოსთან ერთად. საბრინა იუნესკოა, რომელსაც სამქულიანების რეკორდი ეკუთვნის ყველა ვარსკვლავის მატჩში 37 სამქულიანი ჩააგდო და წლევანდელ ყველა ვარსკვლავის მატჩზე სტეფ კარის წინააღმდეგ საკმაოდ ღირსეულად წარსდგა. თანდათან მაყურებლების რიგი იმატებს. Your message, why should people support Women's National Basketball Association? I guess because it's the atmosphere inside the arena. It's an incredible sport. It's a great time. It's easy to get here. It's accessible, and it's just fun every game, every night. Thank you. Yeah. And what is your expectations for tonight's game? I think the Liberty have a tough one for tonight, but fingers crossed they're going to pull it out. I know it's the last game before the Olympic break. I'm hoping they're going to pull it out against the Sun tonight. Thank you for the answers. I appreciate it. Thanks. Hi. Hi. Could you tell me why do you think it is the best time to support Women's National Basketball Association? I think it's the best time to support the WNBA, not just now, but in the history of ever. It's always been important because the amount of hours, the training, the work ethic, the determination for these women to get as far as they do on a national professional league is the same time and effort that it takes any man or any person ever. So to be a professional at this sport, to put in that time and that dedication, all those hours, a lot of money too that goes into the training, they deserve all the support in the world. They deserve equal pay, and they deserve for the world to continue seeing them as valid players. And yeah, just people. Yeah. What is your expectations for today's game? The Liberty. Come on. The New York Liberty got this. I'm a big fan of the Liberty, and I think we can go very, very far this year. I think we'll hit the playoffs for sure. So, thank you so much. Appreciate it. Thanks. ყველა სასიხარულო ალბათ ის არის, რომ აქ დამწრე მაყურებლების 99%-მა ზუსტად იცის, რომ დღევანდელ მატჩში არც საოცარ ჩატევნებს იხილავენ და არ ძალიან ათლეტურ შეტევებს, თუმცა ისინი აქ არიან, რომ საკუთარ გუნდს გულს შემატკივრონ, ხარი დაუჭირონ და კიდევ ერთი კარგი მოსაგონარი დღე გაატარონ საკუთარ მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ერთად.
გონი ჯობია რომ უკვე ჩვენ შევიდეთ, რადგან მაყურებლების რაოდენობა მნიშვნელოვნად იზრდება. ეს ორი ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშე თამაშობს ნიუ-იორკ ლიბერტის რიგებში. ერთ-ერთი არის საბრინა იუნესკო და მეორე არის ბრიანა სტუარტი. სამწუხაროდ ბრიანა სტუარტი დღეს არ თამაშობს ტრავმის გამო. სამაგეროდ საბრინა იუნესკო თამაშობს და დიდი იმედი მაქვს რომ შემოგთავაზებს სამქულიანებს ისე როგორც მას ჩვევი. საბრინას უკვე ვაქულა აქვს სამქულიანი ჩააგდო. მე ძალიან სიამოვნებს საფრანგეთის ყურება. თავად გასაკვირიც არ უნდა იყოს ეს მოცეკვავეები 42-დან 87 წლამდე არიან. მამაკაცთა საკალათბურთო ასოციაციაში წელიწადში 82 თამაში ტარდება და შემდეგ იწყება პლეი-ოფი. ხალხთა საკალათბურთო ასოციაციაში 40 თამაში ტარდება, შესაბამისად 42 თამაშით ნაკლებს ატარებენ, რაც ერთ-ერთი განმაყურებელი მიზეზია ელფასების ყვაობისა, თუმცა საბრინა ჩააგდო ინდუანის სამქულიანიდან. მას გაიგებთ დარბაზმა როგორ შეიცხადა. ადამიანის დაახლოებით 60-70% მაყურებლების ესწრება ამ თამაშს, შესაბამისად 12000-მდე ადამიანი დაახლოებით მაინც იქნება ამ თამაშზე. They call me Big L, Big L, Big Money. საქართველოში როგორც ვიცით 15 წლამდელთა ჩემპიონი გახდა ზვია დილბარიძის გაწვრთნილი ორბი, რომელმაც კლიან ჩემპიონატში 8 თამაში მოიგო. 8 თამაშის ჩატარება ჩემპიონატში, რა თქმა უნდა, სულ არაფერს ჯობს, მაგრამ ძალიან ცოტა. იმისათვის რომ სათამაშო პრაქტიკა აქტივოს მოთამაშემ და უკეთესად ითამაშოს და განვითარდეს, 8 თამაში საკმარისი ამისთვის ნამდვილად არ არის. ისიც მესმის რომ გუნდები შეიძლება არ იყოს მეტი და მეტი ვერცხერ ხდებოდეს, მაგრამ პოპულარიზაცია, მშობლების იმის დაჯერება, რომ შვილები რომ ქალაქში თამაშობენ, ეს კარგია, არ აქვს მნიშვნელობა, სქეს, ბიჭი იქნება თუ გოგო. ეს ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი იქნება, რატომაც მოყოლება უფრო მეტი გუნდი და მოთამაშეები, უფრო მეტი თამაშები და უკეთესი სათამაშო პრაქტიკაც ექნება. გაიმარჯვა ნიუ-იორკ ლიბერტი. საკმაოდ კარგი საღამო გამოვიდა. განსაკუთრებით ნიუ-იორკის გულშემატკივრებისთვის. სტადიონმაც კარგად უმასპინძლა დღევანდელ თამაშს. თომაგის დღევანდელი ეპიზოდი ამით დასასრულს მივახოდა. თქვენ ერთად ვიხილეთ, როგორ დაამარცხა ნიუ-იორკ ლიბერტიმ უშუალო მდევარი კონექტიკუტ სანი. ძალიან დიდი მადლობა ვიდეოს ყურებისთვის. თუ მოგეწონათ, არ დაგაუწყდეთ არხის გამოწერა, ვიდეოს დალაიქება და კომენტარის დატოვება.